მეგობრებო, ახლა სტუდიაში მინდა მოვიწვიო ჩვენი სპეციალური სტუმარი ისრაელიდან, ბატონი აბუშა ათანელოვი, გთხოვთ. მოგზაურობთ, აი ცოტა ასე დავდგეთ რომ ხალხმა დაგინახოთ. ბატონი აბუშა ათანელოვი, ჩვენი მეგობარი, არაჩვეულებრივი ქვეყნიდან ისრაელიდან, მე ვიცი რომ თქვენ საჩუქრით მოხვედით. დიახ. აბა გითხარით, ასაჩუქარია. მე ვთხოვ რომ ვანახოთ ეთერში ჩვენ ტელემაყურებელს ბატონი აბუშას საჩუქარი. დიახ და თქვენ მოგვიყევით რა ხდება, რა არის ეს სილამაზე რას ნიშნავს? დიახ. მე მოკლედ გეტყვით ის დროს არ წაგართმევთ. დიახ. 12 წლის ვიყავი რომ მე თვითონ დავიწყე მუსიკასთან დაახლოება. დიახ. 12 წლის. დღემდე მე ვარ ახლა 84 წლის. რამდენის? 84-ის 2-3 თვე განსხვავება. და ამ დროში მე ჩემთანს ვეკითხები. მე ბევრი გავაკეთე ბავშვობიდან ხალხის სიკეთესთვის, სიხარულების მიცემის და ჩემი სამშობლოს საქართველოსთვის. მაგრამ ეხლა აქ არავინა დარჩენილა და არც მე აპირებ. მე ის აბო აღარა ვარ, რას რომ წინათ გინახი ვარ, ვინც მოვიდა ყველა მიდის. აქ დარჩენი მეც არა ვარ. ამისათვის გადავწყვეტე რომ ჩემი ხელით ნაკეთები ეს ყველაფერი, ჩემი ფანტაზია, რომ მე როცა წავალ არ უნდა რომ, მაგრამ ეს დიდხანს დარჩეს სააბახსოვრო ჩემსგან თქვენს სატელევიზიო ორგანიზაციას. დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი. საჩუქარი ბატონი აბუშას ხელით გაკეთებული სპეციალურად ისრაელიდან ჩამოგვიტანეთ. დიახ. ძალიან დიდი მადლობა. დღეს რა შეგვისრულებთ? დღეს მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ერთ აი რომელიმე ამოარჩიეთ. მაგრამ ამორჩეული მაქვს და გთხოვთ. კი ბატონო, მოგიაშინით გისმენთ. ბატონი აბუშა ათანელოვი, გთხოვთ. განთიადი იქნება. ბრავო! დიდი მადლობა თქვენ, ძალიან დიდი მადლობა საჩუქრისთვის, ძალიან დიდი მადლობა და ღირსი ხართ და მეთო გავაკეთე. დიდი მადლობა და გისურვებთ რომ 184 წლის გამხდარიყავ. ისეთ რა. არ გეტყობათ არაფერი. ერთი რამე უნდა იცოდეს ადამიანმა, რამეს რო პირდება ადამიანს, ის უნდა შეასრულო და მისოდეთ თუ მე არ შევსრულდები, მაგრამ მოვა და გეჩილებ შეთა, რატომ მე არ შემისრულდა 99. მიჩილე, მე აღარ ვიქნები და მიჩილეთ რამდენი. ბაჭო შორექრები საკერ ამინდა. გაიხარეთ მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობა და მივესალმოთ ბატონ აბუშა ათანელოვს. მადლობს.